ტექდათვალიერება 10 წელზე მეტი ხანდაზმული ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა. ეს იმ რეგულაციების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გარემოზე ზეგავლენის შემცირების მოტივით იქნა მიღებული, თუმცა როგორც მონაცემებიდან ვიგებთ, მაინც და მაინც ხელსაყრელი შედეგი არ მოგვცა. რისთვის მივიღეთ რეგულაციები და რა შედეგამდე მივედით. თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში ლაშა დარბაისელი, საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომობილთა ასოციაციის თავმჯდომარე. გვიერთდება ლაშა, ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებით. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, პირველად ვარ თქვენს ეთერში და კეთილი იყოს ჩემი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. ლაშა, ერთ-ერთი ბოლო სიახლით დავიწყოთ საუბარი. მხედველობაში მაქვს 2013 წელზე ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, რომლის ეს, ასე ვთქვათ, მთავარი ნარატივი ამ ცვლილების გახლავთ ის, რომ გარემოზე მავნე ზეგავლენა შემცირებულიყო. ოფიციალურ მონაცემებს თუ ჩავხედავთ ამ ნაწილში, გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულს, მარტივი თემა გვაქვს, ან არ შეცვლილა, ან ამ ნაწილში გვაქვს გაუარესების მაჩვენებელი. როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით, მაშინ როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? ამ თემაზე ყველგან ესე იგი, სადაც მიგვიწვიეს ჩვენი ასოციაცია, ყველა გადაცემაში ერთი და იგივეს. პირველი ეს არის ეკოლოგია და რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი და ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ეს არ არის უბრალოდ რომ რაღაც კონკრეტული ერთი შევზღუდოთ და ამით მეორე ან მესამე დაზიანდეს, ისე როგორც ჩვენი სექტორია და ჩვენი ბიზნესია. ხო, ამას დამატებული კიდევ ჩვენ გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროში, სანამ ჩაეშვებოდა ეს კანონი ფუნქციონირებაში და ამავდროულად ყავდა იქ ავტოიმპორტიორების მიყვანილები და უბრალოდ ესეთი რაღაც მოვისმინეთ მათი მხრიდან, რომ ეს არის ევროკავშირის სტანდარტი და მოთხოვნაო და მე მინდა გითხრათ ახლა რომ სიმართლე გითხრათ ახლა მე რაც მინახავს ევროკავშირში და ევროკავშირის ქვეყნებში საკმაოდ ისეთი ძველი წლოვნების ავტომობილის შემოხვედრია უბრალოდ არის იდეალურ მდგომარეობაში და რატომ არის იდეალურ მდგომარეობაში? იმიტომ რომ იმ ავტომობილს აქვს კატალიზატორი. იმ ავტომობილს უცვლიან იმ დროზე საყოფ მასალებს. თავის დროზე როცა სჭირდება და საჭიროა მაშინ იცვლება იმის საყოფი მასალა. ის საყოფი მასალა რაც იქ იყიდება ძალიან განსხვავდება ჩვენი საყოფი მასალებისგან სამწუხაროდ. კი ბატონო, ლაშა, კიდევ ერთ ასე ვთქვათ რეგულაციაზე უნდა გკითხოთ. მხედველობაში მაქვს ტექდათვალიერება, რომელიც ჩემი აზრით პრინციპში სრულიად გასაუქმებელია, თუმცა ჩემი აზრი მეორეხარისხოვანია, თქვენი აზრი ბევრად უფრო საინტერესო იქნება. ამ ნაწილში გვაქვს რამდენიმე ხარვეზი და ასე ვთქვათ, ამ ხარვეზებსაც შევეხოთ. პირველი, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ავტომობილი ხარვეზდება ერთ ტექდათვალიერების ცენტრში და რამდენიმე წუთში მეორე ტექდათვალიერების ცენტრში ამ პრობლემას აგვარებს და გადის ტექდათვალიერებას. ჩვენ გვაქვს მონაცემები, როდესაც ტექდათვალიერება მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, ზემოთხსენებული ეკოლოგიური მოტივებიდან გამომდინარე და ეს ეკოლოგიური მოტივები ისევ არ გაუმჯობესებულა. კი ბატონო. როგორ შეიძლება შეფასდეს ეს რეგულაცია და რამდენად ეფექტურია დღეის მდგომარეობით თქვენი შეფასებით? მე გეტყვით ახლა თქვენ წეგან ვიძახდი სწორედ, როდესაც გქონდა ჩვენ შეხვედრა აი სამინისტროში. ამ შეხვედრის შემდგომ მოყვა ესეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, რომ ავტომობილები გამოვიდნენ გზაზე, ტრასაზე და ჩვეულებრივ ნებისმიერ ავტომობილს გააჩერებენ და ხელახლა შეამოწმებენ. ხო და თუ ავტომობილი ერთხელ გადის ტექდათვალიერებას, ხო? და წელიწადში ერთხელ ეკუთვნის, ესე არის. ამის შემდგომ, ვერ ხვდები რა საჭირო არის მეორედ გადამოწმება გზაზე, თუ ერთხელ უკვე გაიარა. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ან პირველი არის, ეხა რო ვთქვათ რა, არაეფექტურია, ან მეორე არის არაეფექტური. აი, ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ, ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, პარალელი გავავლეთ. იგივე გზაზე შემოწმების თვალსაზრისით, მაყუჩების თემა იყო ბოლო პერიოდში, საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის. კი ბატონო, მოცემულობა გვაქვს, როდესაც ავტომობილი გადის ტექ ინსპექტირებას, მაყუჩზე არანაირი პრობლემა არ ექმნება, შემდეგ ის გამოდის ტექ ინსპექტირებიდან და ადამიანს ავტომობილს ართმევენ იმის გამო, რომ მაგალითად მაყუჩი ვერ აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებს. ამ რეალობაში, მეორე საკითხია თავად ეს კანონი რამდენად კაბალურია და რამდენად სამართლიანია, თუმცა ამ რეალობაში იგივე ტექდათვალიერების კუთხით რომ წავიდეთ, მაშინ რაში გვჭირდება აღნიშნული ტექდათვალიერება, თუ მაინც პატრული ამ ავტომობილს ახარვეზებს თავად გზაზე. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ აქ ესე იგი რამდენიმე პრობლემა არის. ერთი ის, რომ გასინჯვა ხდება ჩვეულებრივად მოსმენით
და ანუ გადაწყვეტა ესე ანუ პიროვნული გადაწყვეტა სამწუხაროდ მაშინ როდესაც უნდა არსებობდეს სპეციალური ანუ აპარატი და ძალიან კარგი იქნება თუ უფრო სწრაფად შემოიტანენ ამ აპარატებს და ჩაუშვებენ ფუნქციონირებაში და ასევე მეორე ეს არის როდესაც გარედან უბრალოდ ვიზუალის გამო აქვს ავტომობილის მაყურჩი შეცვლილი ამაზეც როგორც ვიცი გადახყავთ საჯარიმოზე და აი ეს ანუ რა შუაში არის ხმასთან საერთოდ კავშირი არ აქვს ანუ გარე გამშვებთან აი როგორ გითხრათ ანუ გარეთ ვიზუალის გამო და გამშვებს ესე ეძახიან ესე უწოდებს გამშვები არის ანუ ხმას არ ცვლის არანაირად ანუ ავტომობილის რა თუ შიგნიდან არ გაქვს თვითონ ეს მაყურჩი შეცვლილი კი ბატონო, ლაშა, გარკვეულწილად შეჯამების კუთხით რომ წავიდეთ, ზემოთ ჩვენ ვახსენეთ სხვა რეგულაციები, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული. მათი ეკონომიკური ეფექტი უკვე დათვლადი არის და მაინც სახარბიელო ეკონომიკური ეფექტი ამ მიმართულებით არა გვაქვს. თუმცა მეორე საკითხი არის ეს რეგულაციები რა მიზნითაც გადაიდგა, ამ მიმართულებით გვაქვს გაუარესებული მაჩვენებლები იგივე გარემოზე ზემოქმედების მიზნით. როგორ შეგვიძლია აი ამ მონაცემებით შევაფასოთ ის რეგულაციები, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, იქნება ის ტექდათვალიერების მიმართულება თუ ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა. სხვათა შორის მე ვეძებდი და ვერ ვიპოვე სხვათა შორის ევროპაში ყოველ შემთხვევაში ისეთი იმის ანალოგი, რომ მაგალითად ადამიანს აუკრძალოს ძველი ავტომობილის რეგისტრაცია, თუ ის თავის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კი, ჩვენ ამაზე ანუ საუბრობდით, წლების წინ საუბრობდით, რომ საქართველოს ავტოპარკი არის განსაახლებელი. ამაზე დავიწყეთ საუბარი რა. იმიტომ რომ როდესაც ანუ არ ხდება რეექსპორტზე, როდესაც არ გადის ავტომობილი და დგას და ძველდება და ან მხოლოდ ამ ქვეყანაში როდესაც ბრუნავს და ტრიალებს, ხომ? ეს ავტომობილი ბოლოს ძველდება და რა თქმა უნდა აუარესებს ეკოლოგიას. ანალოგიურად ან თუ რეექსპორტის მაჩვენებელი არ გავზარდეთ, რომ ანუ ჩვეულებრივად ეხლა როგორ ხდება ავტომობილის გამოცვლა ადამიანისთვის რა? ავტომფლობელისთვის. ის არ მიდის და არ ყიდულობს ახალ მანქანას, თუ თავისი ძველი არ გაყიდა. და ის თანხა ამას არ დაუმატა. ძველ თანხას, ან თავის საკუთარი კუთვნილი ძველი ავტომობილის გაყიდულ თანხას უმატებს ახალ თანხას. ამით მას ჩამოყავს ავტომობილი, იძენს და ესე ხდება ავტოპარკის განახლება. ავტოპარკი იქამდე არ განახლდება, იქამდე დაძველდება ჩვენი ავტოპარკი და იქამდე გვექნება უარესი და გაუარესებული შედეგი, სანამ ავტოპარკი არ განახლდება და სანამ რეექსპორტი არ გაიზრდება, სანამ ამ ქვეყნიდან არ გავა და არა ტრანზიტულ ფუნქციას როგორც გვაქვს დღესდღეობით ანუ შეთავსებული რა, ესე ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჩამოყავთ პორტში და ანუ ესე გაატარებენ რა საქართველოს და საქართველოს ამით არაფერი, საერთოდ არაფერი. ჩამოდის ფოთის ბათუმის პორტში, მიყავ თავიანთ ქვეყანაში რა. და ანუ არც იქ არც ავტოდილერია, ქართული ავტოდილერია, არც ავტოიმპორტიორი, არც ქართული ავტოსერვისი არ არის, არც მეორადი, არც ახალი ავტონაწილები არ არის. ანუ ბიუჯეტში შეტანილი თანხაც არის. ამ ქვეყანაში შემოსული თანხა ანუ იკარგება. ამდროულად წვება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ძველდება ეს ავტომობილები. ლაშა, ბოლოს მინდა კითხოთ ძალიან მოკლედ, ცოტა დრო დაგვრჩა. ზემოხსენებული რეგულაციის გათვალისწინებით, მხედველობაში მაქვს 2013 წელზე გამოშვებული ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა. ბაზარზე უკვე გასულია ის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია გარკვეული ანალიზის გაკეთება. ბაზარზე ერთის მხრივ რა გადაცემა მოახდინა და თავად სფეროს წარმომადგენლები როგორ უყურებენ ამ ცვლილებას, როგორ იმოქმედა მათზე ამ ცვლილებამ. ну საერთოდ ჩვენს სექტორს და ჩვენს ბიზნესს უკვე დიდი ხანია უკვე ძალიან ბევრმა დატოვა, ჩვენ ჩავატარეთ კვლევაც და ჩვენი კვლევის საფუძველზე სადღაც 35%-მა დატოვა. ეს კოვიდის შემდგომ. ამას ანუ რაც დრო გადის უფრო მეტად აკლდება რა, ანუ ამ სექტორს და უფრო მეტად ტოვებენ, ანუ ეს ბიზნესმენები, ეს ადამიანები, ვინც ამ სექტორში და ბიზნესში არიან დასაქმებულები და ანუ როგორი კვალი დატოვა და ჩვეულებრივ ანუ წლოვანებით ხდება ავტომობილის მდგომარეობის განსაზღვრა, რაც ანუ არალოგიკური არის. ანუ ერთი და იგივე მოდელი შეიძლება იყოს 2011-იანი და იყოს 2014-იანი. 14-იანი ბაჟდებოდეს 11-იანი არა, თუმცა ერთი და იგივე იყოს. ანუ მდგომარეობა წლოვანებით არ უნდა განსაზღვროთ. ყოველთვის ამას ვიძახით და ყოველთვის რა თქმა უნდა ამას ვიტყვით, იმიტომ რომ მდგომარეობა საერთოდ სხვა რამ არის ავტომობილის. ხოლო წლოვანება საერთოდ სხვა რამ არის რა.
ლაშა, ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი საუბრისა და ამომწურავი ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ლაშა დარბაისელი იყო ჩვენთან ერთად საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარე და ვსაუბრობდით ბოლო წლების განმავლობაში მიღებულ იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც გარემოზე ზეგავლენის უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით იქნა მიღებული, თუმცა ეს მაჩვენებლები არ გაუმჯობესებულა, თუმცა გაუარესდა რიგი მაკროეკონომიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები.